უნდა მიიღოს თუ არა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა პოლიტიკურმა ძალამ. Რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის აქტიურობა თვითმმართველი ორგანოების შემადგენლობის განსაზღვრაში. ეს კითხვა ამ მომრჩევლებს დაუსვით. სპექტრს მხოლოდ მათმა უმცირესმა ნაწილმა უპასუხა, დანარჩენებმა კი უბრალოდ უარი გვითხრეს. ჩემი აზრით უნდა მიიღოს. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მათ ადგილზე მივიღებდი მონაწილეობას. არჩევანი რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი, ეს მათთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ამიტომ ჯობია რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღოს მონაწილეობას, მით უკეთესი მიასოფიქრე. ჭირიმე, ერთი და ოხერია სულ ყველა მათ. საქართველოს მომავალი თუ ჭირდება, ოპოზიციაც უნდა იყოს ეგ და პოზიციაც. აი ესე ვერანაირად ვერაფერი ვერ მოხდება ქვეყანაში რა. ჩემი აზრი ეს არის. თავად უკეთიციან საყვარელო, მე არ ვიცი. მინდა ვისურვო რომ ამ არჩევნებში ყველა მიიღოს მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ამობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა. მაპატიეთ მათ არიციან ადგილობრივი არჩევნების როლი და რა დანიშნულება აქვს მას თუნდაც ოპოზიციის შემდგომი წარმატებისათვის. დიახ, თუ მათ სამომავლოდ არჩევნებში წარმატება უნდა მოიპოვონ და საპარლამენტო იქნება თუ საპრეზიდენტო, სწორედ უნდა ესადონ უპირველესად ადგილობრივი არჩევნები მოიგონ, ხალხთან მისასვლელი გზა იპოვონ და უფრო გაუადვილდება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, რომელიც მათ აწუხებს. ამას რა თქმა უნდა არ ამბობენ. საქმე ის არის, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას, ასევე ფინანსურ რესურსსაც და კიდევ ერთი ხალხთან მისვლა არის საჭირო. არც ერთი, არც მეორე და არც მესამე ამისათვის ისინი თავს არ იწუხებენ. გაითვალისწინებს თუ არა ბოიკოტში მყოფი ოპოზიცია ევროპარლამენტის მოწოდებას, რომ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ 2025 წელს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის მდგრადობის კიდევ ერთი ტესტია. შედეგად ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ქვეყნის ოპოზიციას გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა ასახოს ქართველი ხალხის ერთიანობა დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ქვეყნის საერთო ოპოზიციურ ველზე კი განსხვავებული პოზიციები იკვეთება. არჩევნებში შესვლა პარტია გახარია საქართველოსთვის აპირებს. მასთან ერთად შესაძლებელია ძლიერი საქართველოს ვიხილოთ. მყარ უარზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებებისთვის. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თვლის, რომ ღალატის ტოლფასი არის დღეს ბიზინა ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და კალანდარიშვილის CSGO-ს პირობებში არჩევნებში შესვლა, რადგან ფაქტია, მათ ამ მეთოდით გააყალბეს და მოიპარეს ქართული ხალხის არჩევანი და ისევ შეეცდებიან იგივეს გაკეთებას. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება მათთვის შეიძლება мотиваციაც კი იყოს, რომ ჩაატარონ ორივე არჩევნები ერთად, რომ ამით ლეგიტიმაცია მიცენ საპარლამენტო თავიანთ უმრავლესობას. ამიტომ არ ვაპირებთ ამ ფარში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არა მარტო პოლიტიკური პარტიებისთვის, ეს ამ მომჩევლისთვისაც უნდა იყოს გასაგები, რომ დღეს ამ პირობებში არჩევნებზე მისვლა ღალატის ტოლფასი არის მათთვის, ვისაც ფიქრობ იმისაც უნდა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანდეს. საარჩევნო უბნებზე და საარჩევნო ოლქებში იმდენად შეიცვალა არა დემოკრატიული პრინციპებით, არამედ გაუარეს და ელემენტარულად ოპოზიციის წარმომადგენლებს უბანზე პირადობაზე დახედვის უფლებაც კი აღარ აქვს. რა აზრი აქვს ამ პირობებში, როდესაც ვერაფერს ვერ აკონტროლებ, არჩევნებში შეყვე მას, ვისაც უნდა რომ ლეგიტიმაცია მიიღოს ამით. ამ არჩევნებში შესვლას არ ვაპირებთ იმ პირობებში, თუ რა თქმა უნდა არაფერი არ შეიცვლება. ამ მოთხოვნით დგას 200 დღეა ახალგაზრდობა ქუჩაში, რომ შეიცვალოს და ცვლილებების შემდგომ დემოკრატიულ არჩევნებში, რა თქმა უნდა, სიამოვნებით შევა ნებისმიერი და მოსინჯავს თავის ძალებს, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ცვლილებისთვის. მაგრამ თუ ქართული ოცნება ამ რეზოლუციაში ჩაწერილ ცვლილებებს არ გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ შევალთ არჩევნებში და არც ერთი საღადმოაზროვნე ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს არჩევნებში. მართლ გუნდში კი ამბობენ, რომ ურეიტინგო ოპოზიციის მონაწილეობა არ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მათი თქმით, ქართული ოცნება საუკეთესო შედეგს დადებს ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში. ოპოზიცია დიდი ალბათობით ჩემოვა და
არჩევნებში შემოვა. ეგ ისიც წინა ევროპარლამენტიდან მოწოდებაც იყო, რომ არჩევნებში 25 წლის თვითმმართველობის არჩევნებში უნდა მიიღოთ ეს ამ მონაწილეობა. ჩემი აზრით ის არის, რომ ასე ვთქვათ, გაამართლონ ეს ნაბიჯი, რასაც ამ არჩევნებზე ოპოზიცია გადადგავს. მნიშვნელობა არ აქვს. ვინ შემოვა, როგორ შემოვა, ქართული ოცნება როგორც წინა წლებში ისევე დამაჯერებლად გაიფარჩვეს. ასე რომ რომელი ოპოზიცია გახარიას გინდ ლელოს ახალი თუ ნაცები თუ სახეცვლილი ნაცები თუ ვინც არ უნდა შემოვიდეს, მნიშვნელობა არ აქვს. ქართულმა ხალხმა ბევრჯერ გაცდა საკადრის პასუხი ოპოზიციას და კიდევ ერთხელ გაცემს 2025 წლის არჩევნებში. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ელექტორატი ამ დღეს მერებსა და საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა. ხელმძღვანელ პოზიციებზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ახალი დირექტორის ბოლო სამუშაო პოზიცია კომპანია ავერსი ფარმას გენერალური დირექტორის თანამდებობა იყო. ინფორმაციისთვის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პოზიცია დაახლოებით 2 წლის წინ დატოვა. ამ დრომდე ხელმძღვანელის ფუნქციას აღნიშნულ თანამდებობაზე პაატა იმნაძე ასრულებდა. აღნიშნო ცენტრის ძალიან დიდი მნიშვნელობა როგორც ქვეყნისთვის, ასევე რეგიონისთვის. რასაკვირველია, ეს პოზიცია და ეს თანამდებობა არის ძალიან საპასუხისმგებლო კერძო სექტორში მიღებული ის გამოცდილება, დაგროვილი გამოცდილება, აქ არსებულ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებასთან, ისტორიასთან ერთობლიობაში ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგ შედეგს მოგცემს, ერთობლივად ერთიანი გუნდით ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი წარმატებას მივახციოთ და ცენტრის ასე ვთქვათ მნიშვნელობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავიყვანოთ. ახალი ხელმძღვანელი დღეს წარადგინა მინისტრმა ელაპარაკა ჩვენი ცენტრის მიღწევებზე, რომელიც ამ წლებში დაგროვდა დიდი ასე ვთქვათ გამოცდილება, რომელიც არის ამ ცენტრში. მოგეხსენებათ, რომ სოფლიოში გადამდები დაავადებების მხრივ, არაგადამდები დაავადებების მხრივ ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი პრობლემაა და რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო უკეთესად ვემსახურებით ქართველი ერის ჯანმრთელობას. ქარგვა იზა ფერაძისთვის სულიერი სიმშვიდისა და ჩანაფიქრის სამზეოზე გამოტანასთან ერთად შინაგანი თავისუფლებისა და განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ხელსაქმე მას განწყობის მობილიზებაში ეხმარება და თითოეულ ნამუშევარში საკუთარ თავს ხედავს. პირველი ნაქარგი 6-7 წლის ასაკში გააკეთა, დედისგან ისწავლა. მაშინ განცდილი სიხარული დღესაც ახსოვს. მას მერე ყოველთვის, როცა დრო და სულიერი მდგომარეობა თანხwebdriverში იყო, ქარგავდა, კერავდა, ქსოვდა. მოგვიანებით კი ნემსით, ყაისნაღითა და ჩხირებით შექმნილ პეიზაჟებსა და პორტრეტებს ალმასებით ქარგვის ტექნიკა დაემატა. 76 წლის შემოქმედი ქალბატონი ამბობს, რომ ხელსაქმე დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ყოველი ახალი ნამუშევარი კი მისთვის კიდევ ერთი სტიმულია მორიგის დასაწყებად. პატარაობიდანვე 6-7 წლის ვიყავი პირველი ის რო გავაკეთე ნაქარგი და მის შემდეგ ახლა დედაჩემს ეხერხებოდა რაღაც ასეთი რაღაცეები და იმის შემდეგ მე ახლა იყო წვეტა რა თქმა უნდა სკოლის პერიოდში და მე უკვე დავიწყე მუშაობის დროს ქსოვა, ქარგვა და ასე შემდეგ ყველაფერი ესე ნელ-ნელა მოვედი აქამდე. დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თქვათ ახლა კერვაც რაღაცა ცოტა მეხერხება, მაგრამ ქარგვა ძალიან მიყვარს და სიამოვნებს. უბრალოდ მეტი არაფერი, ეს ჩემი სიამოვნებისათვის ვაკეთებ. ამაზე ვერთობი. მიყვარს უფრო მეტად აი პეიზაჟების და გაკეთება და ან კიდევ პორტრეტების უფრო. ნემსი, ძაფი, ყაისნაღი, ჩხირები და აი ეს ახალი რაც არის ახლა ალმასებით ქარგვა, რომელიცაც ვაკეთებ სპეციალური ჩხირია და იმით ვაკეთებ. ალმასებით ქსოვის ეს მეთოდი ყველაზე მჭიდროდ აფიქსირებს მძივებ სტილოზე. ამ ტიპის კრეატიულობა კი საშუალებას აძლევს მოქარგოს ფერადი და ნათელი ნახატები, რაც საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ამ გზით შექმნილი ნამუშევრები სილამაზითა და ორიგინალურობით გამორჩეულია. ალმასებით გაფერადებული ემოციები იზა ფერაძის არაერთი მეგობრისა და ახლობლის სახლის ინტერიერს ამშვენებს.
სამუშაო არის რთული იმდენად, რომ აი ეს ამდენი ფერები უნდა დაავაგო, არ უნდა გამოგრჩეს სხვადასხვა ადგილზეა განლაგებული ერთი ფერი, ვთქვათ, მთელი ნაქარგის ირგვლივ კეთდება, შიგადაშიგ და ამიტომ ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს, თვალის სიმახვილე უნდა და რა ვიცი, გონება უნდა სხვანაირი. მიჩუქებია კიდევაც ერთი ძალიან ლამაზი ჩემი ძმისთან არის, ახლა დათვებია ძალიან ლამაზი. როგორ არა, ესეც სიამოვნებს, მე რო აღარ ვიქნები დარჩებათ იმათეს. მომიგონებენ ამით ალბათ. იზა ფერაძე პროფესიით ისტორიკოსია. ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში ასწავლიდა ვიდრე მის ლიკვიდაციამდე. ახლა კი საკათედრო ტაძარში მუშაობს. პარალელურად თავს ქარგვით ირთობს და თავის ფანტაზიას ფერებით გადმოსცემს. ამბობს, რომ ეს არის გზა სიმშვიდისა და განწყობებისკენ და ბევრს ურჩევს ეს შესაძლებლობა გამოიყენონ.